დილა მშვიდობისა დღეს 26 ივნისია ხუთშაბათი თქვენ ერთსულონების დილას უყურებთ გეგი ნემსიწვერიძესთან და ელისაბედ აბულაძესთან ერთად ყველას მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ შევეცდებით საინტერესო წარმართოთ თქვენთვის ჩვენი დღევანდელი გადაცემა ნამდვილად შევეცდებით რომ საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ ტრადიციულად დილა მშვიდობისა ყველას მოგესალმებით და მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ვიდრე გარდაცვლით გადაცემის ანონს ნახოთ პირველ რიგში საეკლესიო კალენდარი და გავიგოთ ვის ხსენიებს დღეს 26 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 26 ივნისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზივერიელს, წმინდა მოწამე აკვილინეს, წმინდა ტრიფილეს, კვიპრელ ეპისკოპოსს, წმინდა ქალწულმოწამე ანტონინას, ღირ ზანას და მის ძეს იოანეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ეს იყო საეკლესიო კალენდარი დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობასა და მფარველობას გისურვებთ ყველას და ახლა ანონს გაგაცნობთ როგორც შევიტყვეთ საეკლესიო კალენდრიდან დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზივერიელს ვისაუბრებთ წმინდანის ღვაწლზე და ჩვენი საუბრის თემა ასევე იქნება განათლება და მისი როლი ჩვენს ცხოვრებაში თუ რამდენად მნიშვნელოვანია და სწორედ ამის მაგალითი არიან ის სასულიერო მოღვაწეები რომლებმაც თავიანთი ცხოვრებით საქმით და განსწავლულობით ჩვენს სწორი ორიენტირები დაგვიტოვეს. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება საბურთაულზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი. ვისაუბრებთ ახალი გამოცემის შესახებ. გამოიცა 4 თავი, რომელიც ძალიან ძვირფასი გამოცემა გახლავთ. ყდის ჭედურობის შესრულება მე-17 საუკუნის პერიოდს უკავშირდება. გამოცემაში ასევე შესულია მოქვის სახარების უნიკალური მინიატურები. მოიცავს ასევე ლექსიკონსა და კატალოგს. აქვე ვხვდებით თან დართულ რუკასაც. უფრო მეტს გამოცემის შესახებ ცნობები მოგვიყვებიან, შემოგვიერთდებიან არქიმანდრიტი ღვთისმთავარი გობეჯიშვილი, რომელიც გახლავთ ფონდ კანანელის ხელმძღვანელი. 4 თავი სწორედ აღნიშნული ფონდის ეგიდით გამოიცა და თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი იქნება ასევე ჩვენი სტუდიის სტუმარი ბატონი რევაზ მუჯირიშვილი. გეგი, ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის, რომ საპატრიარქოს ტელევიზიის სივრცეში არის განთავსებული არისტოკრატი ქალბატონის ბაბო დადიანის მემორიალური კაბინეტი, რომელიც ბევრ საინტერესო და ისტორიულ მითსა და გამოცემას აერთიანებს. ბაბო დადიანი იყო რეპრესირებული ქალი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის შთამომავალი, რომელმაც საბჭოთა რეპრესიების საკუთარ თავზე გამოსცა და კაბინეტი თავის დროზე კინოდოკუმენტალისტმა ნინო ხოფერიამ დააფუძნა და ჩვენ დღეს გვინდა გიამბოთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სტუმრობდნენ მემორიალურ ოთახს ამერიკიდან. ესენი არიან ბაბო დადიანის ძმის, პოეტისა და სამხედრო მოღვაწის მიხეილ დადიანის შვილები, ცოტნე და ლაისო დადიანები. თემაზე სასაუბროდ გადაცემის დასკვნით ნაწილში შემოგვიერთდება ბაბო დადიანის შვილიშვილი მია ღვინიაშვილი. კიდევ ერთი ინფორმაცია უნდა გაგაცნოთ, განცხადება გუშინ 25 ივნისს საპატრიარქოს გვერდზე გავრცელდა განცხადება ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს უნეტარეს იოანე მე-10-ს. თქვენო უწმინდესობა ღრმა მწუხარებითა და უდიდესი გულისწყივილით შევიტყვეთ ცნობა დამასკოში წმინდა ელია წინასწარმეტყველის ტაძარში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ, რომელსაც 20-ზე მეტი მართლმორწმუნე ქრისტიანი შეეწირა და მრავალი დაშავდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქართველი ერისა და პირადად ჩემი სახელით სამძიმარს გიცხადებთ თქვენ და თქვენს სამწყსოს და გთხოვთ ჩვენი თანადგომა გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ტერორიზმი დაუშვებელი და მიუღებელია ცივილიზებული საზოგადოებისათვის. სამყარო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, სავსეა ტკივილითა და მწუხარებით, მაგრამ გვანუგეშებს მაცხოვრის სიტყვები. მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადნდე სოფლისა. ამ რწმენით, ამ იმედით განამტკიცოს უფალმა თქვენი სამწყსო და კვლავაც მოგმადლოთ ძალა ჭეშმარიტების ერთგულებისა და ამ გზით დაუბრკოლებელი სვლისა.
ვლოცულობთ დაშავებულთა გამოჯანმრთელებისა და მშვიდობისათვის, როგორც თქვენს ქვეყანაში, ისე მსოფლიოში. ქრისტეს მიერი სიყვარულით ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის 25 ივნისი 2025 წელი. ეს იყო პატრიარქის სამძიმარი დამასკოში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოყვა და რა თქმა უნდა ჩვენც ვუერთდებით ამ სამძიმარს. და ახლა ამინდის პროგნოზის დრო არის ჩვენს გადაცემაში. შევიტყვეთ როგორი ამინდი გველოდება თბილისსა და სრულიად საქართველოში და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. შემოგვიერთდება მამა კახაბერ გოგოტიშვილი. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში საბურთალოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი შემოგვიერთდა. დაგლოცეთ ბაბა კახაბერ. ერთმანეთს მოგესალმებით თქვენ და ჩვენს ძვირფას მაყურებელს. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს იხსენიება წმინდა ანთიმოზივერიელი სხვა წმინდანებთან ერთად და სწორედ მისი ღვაწლის, მისი ცხოვრების შესახებ გვინდა რომ ვისაუბროთ და ასევე გვინდა ვისაუბროთ ზოგადად განათლებაზე, განათლების მნიშვნელობაზე. ჩვენ ვიცით რომ წმინდა ანთიმოზივერიელი ბრძანდება დიდი განმანათლებელი საზოგადო მოღვაწე, მესტამბე და სწორედ ასეთმა ადამიანებმა დაგვიტოვეს სწორი ორიენტირები და აი ამ კუთხით გვინდა რომ განათლების როლზე და მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. დავიწყოთ ჯერ ანთიმოზივერიელის ცხოვრებით. ჩვენ ვიცით რომ მას შემდგომში ჰქონდა ძალიან წარმატებული ცხოვრება, თუმცა ბავშვობაში ისიც ვიცით რომ სტამბოლში მონათა ბაზარზე გაყიდეს, სადაც ის იერუსალიმის პატრიარქმა შეიძინა. აი შემდგომ როგორ წარიმართა მისი ცხოვრება? მინდა გითხრათ რომ საოცარი პიროვნება, საოცარი კაცია სიამაყით გვავსებს ალბათ ყველა ქართველს, ვინც ვიცით მისი ცხოვრება და გვსმენია მისი მოღვაწეობის შესახებ და ეს სიამაყე განსაკუთრებულად მაშინ იგრძნობა, როდესაც ჩვენ რუმინელებს ხვდებით ხოლმე და მე მაქვს ამისი პატივი, მოგახსენებთ ამის შესახებაც ცოტა მოგვიანებით, როგორი მადლიერები არიან ისინი დღემდე არ ივიწყებენ ამას და ქართველ სახელს რომ გაიგონებენ განსაკუთრებით სასულიერო პირს, სასულიერო პირებთან, როდესაც გვაქვს შეხვედრა, ისინი ამ მადლიერებას ყოველთვის გამოხატავენ.
რაც შეეხება თვითონ ანტიმოზიერიელს, მინდა გითხრათ, რომ არც მაინც და მაინც ბავშვი არ იყო, როცა სტამბოლის ბაზარზე ის გაყიდეს, იმიტომ რომ უკვე ცნობილია მის შესახებ, რომ მან ხატწერაზე და ქვაზე თლა უკვე იცოდა. ნუ ხა შეიძლება მოზარდი ალბათ. დიახ, მაწვილი სასაკში იყო, მაგრამ მთლად პატარა ბავშვიც არ ყოფილა, იმიტომ რომ მას საქართველო კარგად ახსოვდა. დიახ, ცნობიერად იცოდა ეს ყველაფერი. ამის შემდგომ უკვე როგორც თქვენ აღნიშნეთ, ის იერუსალიმის პატრიარქმა იყიდა მონათა ბაზარზე, ქრისტიანებს ამას ხშირად აკეთებდნენ, თუ კი რაღაცა ფული გაუჩნდებოდათ, მონებს ყიდულობდნენ იმისთვის, რომ ამ მონობაში არ დარჩენილიყვნენ და თავისუფლება მიანიჭებინათ და ნამდვილად ეს შემთხვევა იყო ანტიმოზივერიელთან, მინდა გითხრათ, სადაც მან კიდევ უფრო მეტი განათლება მიიღო. დაეუფლა ბერძნულ ენას ბუნებრივია, კიდე სხვა ენები ისწავლა, სლავურიც იცოდა მან და აღიკვეცა ბერად სწორედ იერუსალიმის პატრიარქისგან და მღვდელმონაზვნად ის მსახურობდა ქართველთა ჯვრის მონასტერში იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავის გამგებელი იყო, ერთ-ერთი ცნობა არსებობს ამის შესახებ და მოკლედ იერუსალიმში მოღვაწეობდა. თუმცა კი ძალიან მალე გააგზავნეს ის ვლახეთში. მაშინ ესე ცალკე არ არსებობდა რუმინეთის ეკლესია. დღეს რუმინეთის ეკლესიას უკვე საპატრიარქო ტახტის ტიტული აქვს და პატრიარქს ირჩევს და ეს ყველაფერი ანტიმოზივერიელის დამსახურება გახლავთ. როდესაც ის ვლახეთში ჩავიდა, იქ მსახურება მიმდინარეობდა მხოლოდ ორ ენაზე. ეს იყო ბერძნული ენა და ეს იყო ძველი სლავური ენა. და ანტიმოზივერიელი პირველ ასაც აკეთებს არის ის, რომ იწყებს თარგმანებს რუმინულ ენაზე. ანუ რუმინულ ენაზე რომ დღეს მსახურება შეუძლიათ რუმინელებს, ეს არის ანტიმოზივერიელის დამსახურება და აი მადლიერებაზე რითიც დავიწყეთ დღევანდელი საუბარი, ამას არასდროს არ ევიწყებენ. არა მარტო ის, რომ ეკლესიას მოუპოვა შემდგომში უკვე დამოუკიდებლობა და ის პირველი მიტროპოლიტი გახდა, ფაქტიურად დამოუკიდებელი ეკლესიისა, იმიტომ რომ მიტროპოლია შეიქმნა ცალკე ვლახეთისა. და ის ხელმძღვანელობდა ამ ყოველივეს, არა მარტო ეკლესიას, არამედ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობაც კი აქედან შეიძლება ითქვას, რომ აქედან ჩაეყარა ამ ყველაფერს საფუძველი, ისევე როგორც ჩვენ გრიგოლ ხანძთელზე გავიხსენებთ ხოლმე, რომ რა გააკეთა გრიგოლმა და სხვათა შორის აქ ესეც უნდა აღინიშნოს, რადგან განათლების შესახებ საუბრობთ. გრიგოლ ხანძთელი სად მოღვაწეობდა სამეფო კარზე, სადაც არაბებს ყავს დაპყრობილი მთელი ქართლი. და ის წავიდა და ალტერნატიული ქართლი შექმნა მან ფაქტიურად. იმიტომ რომ მიხვდა რომ ხმლით და ესე იგი შუბით ომს აზრი არ ქონდა, ამას შეეწირა არაერთი მეფე და საქართველო უკან და უკან მიდიოდა, ამიტომ რას აკეთებს? იქ აშენებს ეკლესია მონასტრებს, რომლებიც ვიღაცისთვის შეიძლება ითქვას, ვაიმე როგორი რაღაცა ესე ეკლესია რაღაც რელიგიური ცენტრები, არა, ჩემო ძვირფასებო, ეს გახლავთ განათლების ცენტრები და სწორედ ამ განათლებით იწყებს ის, რომ ეს ალტერნატიული ქართლი ფაქტიურად შემდგომში გადარჩება საქართველოს მთლიანად ამით და საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს ჩაუყრის საფუძველს. ეს პარალელი ახლა გამახსენდა, მართალი გითხრათ, არ მიფიქრე ამაზე, როცა მოვდიოდი, მაგრამ ასე მოხდა სწორედ ანტიმოზივერიელის შემთხვევაშიც, იმიტომ რომ მან ამ ეკლესიის დამოუკიდებლობით, იმით რომ შექმნა საღვთისმეტყველო ენა, გადმოთარგმნა ბიბლია, გადმოთარგმნა ლიტურგიკული კრებულები, სადაც ღვთისმსახურება ამ ენაზე უნდა აღსრულებულიყო, მან ფაქტიურად მოიპოვა არა მარტო საეკლესიო, არამედ სახელმწიფო დამოუკიდებლობაც. ძალიან ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ ის, რომ მიმართებით მის დამსახურებაზე, მის ღვაწლზე, იცით რომ ვახტანგ ბექს დაეხმარა სტამბაში, თანამშრომლობდა აქტიურად, სანამ აქ გააკეთებინებდა სტამბას, იქამდე მან დაუბეჭდა მას ბიბლია და ვეფხისტყაოსანი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად რაღაცა შეიძლება ესეთი ფრაზა გაიგონოთ, თითქოს ვეფხისტყაოსნის წინააღმდეგი იყო როდესმე ეკლესია და აი აქ ჩანს თუ იყო წინააღმდეგი, რომ რაღაცნაირად მეფე და უმაღლესი სასულიერო პირი ერთად ორი წიგნი დაბეჭდონ და ერთი ბიბლია და ერთი ვეფხისტყაოსანი. ეს უნიშნულოვანესი ამბავია და ეს რაღაცა ცილისწამებას აქვს აქ ადგილი. აქ უბრალოდ შეიძლება იყო ეკლესიის მხრიდან გამოთქმული აზრი ის, რომ ვეფხისტყაოსანი ბიბლიაზე მაღლა არ დაგეყენებინა და ამიტომ ვიღაცამ შეიძლება თითი გამოიშვიროს და თქვას, რომ თითქოს ვეფხისტყაოსნის წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ ეს არასწორი ბრალდება. ან შეიძლება კონკრეტულ სასულიერო პირს ჰქონდა თქვა. ან შეიძლება ვინმეს კერძო აზრი იყო და ამ კერძო აზრზე აღარ მიმსჯელოთ, სხვა თემაზე გადავერთე კიდევ ერთხელ ბოდიშრიხტი. ამიტომაც ნახოთ, რას აკეთებს ანტიმოზივერიელი. ქმნის სტამბას, ჯერ ამ საქმეს სწავლობს. ეს ყველაფერი რა საინტერესოა მისი პიროვნება რა, რომ გარდა იმისა, რომ ენები ისწავლა, გარდა იმისა, რომ თარგმნა, ეხლა სწავლობს სტამბას თვითონ.
ეს ხო არ გონიათ რომ რაღაც დაიქირავა ხალხი თვითონ აკეთებს ამას 100 ამწყობია მოკლედ თანამედროვე ენაზე შეიძლება ასე ვთქვა და თვითონ აკეთებს ამ ყველაფერს რომ ეს წიგნებად დაიბეჭდოს ნუ საქართველოს ქართულ ვახტანგ მეექვსესთან როგორ თანამშრომლობდა გითხარით და რუმინეთისთვის აკეთებს ამას ყველაფერს ეხლა წარმოიდგინეთ პიროვნება რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს სად არის მისი სამშობლო? რა არის მისი სამშობლო და მისი სამშობლო სიყვარული მაქვს განსაკუთრებულად აქვს, მაგრამ ხვდება რომ რაღაცა ღმერთისგან ესე არის მოწოდებული. რომ ის განმანათლებელი უნდა გახდეს ამ ქვეყნისა და ერთი წამით უკან არ დაუხევი, ერთი წამით ამ ჯვარზე უარი არ უთქვამს და მან ბოლომდე ზიდა შეიძლება ითქვას ეს ჯვარი და საოცარი აღსასრული აქვს. არ ვიცი თურქებმა აჩეხეს ხო? ანტითურქული პოზიციის გამო. ჯერ გადაასახლეს. მაშინ დაიწყო სწორედ თურქეთ-ლახეთის ეს ომი და ანთიმოზ ივერიელს საერთოდ მსახურების უფლება აუგრძელეს, იმიტომ რომ ის წინააღმდეგი იყო თურქებისა და ბუნებრივია ამ რაღაცა რევოლუციურ მოძრაობაში დასწამეს ესე იგი ცილი რომ თითქოს ის რაღაცა რევოლუციას აწყობდა თურქების წინააღმდეგ და ამ დროს თურქები უკვე შემოჭრილი იყვნენ, იპყრობდნენ ქვეყანას და ბუნებრივია წინააღმდეგი იყო ამიტომაც შეუჩერა ოფიციალურმა ეკლესიამ მას მსახურების უფლება და მიიღეს გადაწყვეტილება რომ გადაესახლებინათ. ოღონდ გაატანეს თურქ ჯარისკაცებს და ამ თურქ ჯარისკაცებს ჰქონდათ თან წერილი. არ ვიცი იცის თუ არა ჩვენმა მაყურებელმა ეს საოცარი ისტორია, მაგრამ მართლაც საოცარი ისტორია. გაატანეს წერილი და გზაში გახსენითო უთხრეს ეს წერილი. რომ გადახვალთ საზღვრებსო, აი რო გაცდებითო დედაქალაქსო და ღამე უნდა მომხდარიყო ეს, იმიტომ რომ დღისით შეიძლებოდა დიდი აყალმაყალი მოყოლოდა ანთიმოზ ივერიელი ძალიან უყვარდა ხალხს და ამიტომაც უნდათ რომ ჩუმად გასულიყვნენ, რომ გახვალთ მერე გახსენით წერილი. რომ გახსნეს ეს წერილი, აღმოჩნდა რომ ბერძნულად წერია და არიციან ამ თურქმა ჯარისკაცებმა ბერძნული ენა და სთხოვეს ანთიმოზ ივერიელს რომ წაგვიკითხე რა წერია და ის უკითხავს რომ ამ წერილში წერია რომ მე უნდა მომკლათო დამჩეხოთო ნაწილ-ნაწილო რომ ჩემი გვამი არ იპოვონო და მდინარეში უნდა გადამყაროთო რომ რაღაცნაირად ესე იგი არ აღმოაჩინონო რომ მე ესე მოკლოდო. ხო შეძლო რომ არ წაიკითხა. რა თქმა უნდა თურქებმა ეს უთხრეს. გაოგნებულები იყვნენ თურმე ჯარისკაცები რომელსაც უთხრეს თქვენ რო გეთქვათ რომ ახლა წერია რომ აქ ჩუმად გაუშვითო გააპარეთო იმიტომ რომ ესეთი პატივსაცემი კაცია ჩვენ ამას აუცილებლად დაგიჯერებდითო და აუცილებლად გაგიშვებდითო და ნუ ეხა ბრძანებად მივიღებდითო ამას იმიტომ რომ ეს წერილი ბრძანება არისო და ეხლა ეს ბრძანება უნდა შევასწრო ანთიმოზ ივერმა უთხრა რომ კი უნდა შეასრულოთ თქვენ იმიტომ რომ თქვენ ამის გამო დაგსჯიან თუ ამ ბრძანებას არ შეასრულებთ და ასეთია მისი აღსასრული და ასეთია ამ კაცის ბედი რომლის საფლავიც კი არა გვაქვს და მისი გვამი არც კი ვიცით რომელ მდინარეში ნუ სადღაც პირობითად ვიცით მაგრამ რომელ ესე იგი მდინარეს გაატანის არ ვიცით ხომ ერისკაცობაში ანდრია ერქვა მაგრამ ანდრია ერქვა ეს ვიცით და გვარი არის რაღაცა ვარაუდები მაგრამ ზუსტი ცნობები ჩვენ მის შესახებ არ აქვს თუმცა რაც ვიცით მე მგონი რომ მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი ვიცით და კიდევ ბევრი არის ალბათ აღმოსაჩენელი სიცხოვრე დიახ რა თქმა უნდა და ასეთი გახლავთ აი ამ საოცარი პიროვნების ცხოვრება და ყოველთვის სიამაყით ვიხსენებ კვლავ დაუბრუნდები ამ თემას, როდესაც გვიწევს ამ ბოლო დროს რაღაც მოკლედ ბრიტანეთის ეპარქიაში ვეხმარები ცხეთა-თბილისის ეპარქიას შემოუერთდა და რაღაცნაირად ვეხმარები დროებით ღვთამთავარი მეუფე ანდრია გორისა და ატენის მიტროპოლიტი, რომელსაც მართვა-გამგეობა დაევალა პატრიარქის მიერ რომ განაგოს ეს ეპარქია, მე მისი დამხმარე ვარ ამ ეპარქიიდან, რადგანაც ხვეთა-თბილისია. და ძალიან ხშირად გვიწევს ან ლონდონში, ან ირლანდიაში, დუბლინში ჩასვლა და იქ რუმინელები გვასპინძლობენ ძალიან ხშირად. გვასპინძლობენ დიდი სიხარულით, გვასპინძლობენ დიდი პატივისცემით და მინდა გითხრათ, რომ საოცარი ხალხია და საოცარი გამოხატულება აქვთ აი ამ მადლიერების. საოცარი ხალხია როგორც თემი თვითონ მინდა გითხრათ ქრისტიანული ისეთ ცხოვრობენ ისეთი ერთობა აქვთ ისეთი სიყვარული აქვთ აი ნამდვილად გულის ამაჩუყებლად უყურებდი ერთი პერიოდი რაღაც ისე მოხდა რომ ახალი წლის დღეებში მოგვიწია იქ ყოფნა და რამდენი ტრაილერი დატვირთეს დიდი უზარმაზარი მანქანები დატვირთეს აგროვებდნენ რაღაცა ესე იგი ამ საახალწლო საჩუქრებს იმისთვის რომ რუმინეთში თავიანთ სამშობლოში გაეგზავნათ და დახმარებოდნენ იქაურ თავიანთ თანატომელებს ეს ისეთი გულის ამაჩუყებელი იყო რაღაცა ძალიან მადლიერი და ძალიან კარგი ხალხი ეს მინდოდა აღმენიშნა უბრალოდ ჩვენ თავარ თემას რომ არ გადაუხიოთ ეხა ისევ განათლებას უნდა დაუბრუნდეთ რომ თქვენ ბრძანეთ მამაკახაბე რომ სადაც თქვა ჩვენი ერი ვერაფერს ხდებოდა შუბით ხმლით და თქვა
ამ მეთოდებით იქ თქვა წიგნიერებას იყენებდა, ცოდნას იყენებდა და ჩვენ ხედავთ ხო განათლებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ძალიან ხშირად საუბრობს ჩვენი პატრიარქი ეპისტოლეებში თუ ქადაგებებში რწმენისა და ცოდნის შეერთების მნიშვნელობაზე. რწმენისა და ცოდნის სინთეზზე, ამას რამხელა მნიშვნელობა აქვს. აი, რას ნიშნავს, აი რა მოიაზრება განათლებაში? როდესაც ჩვენ ვამბობთ ადამიანზე, რომ არის განათლებული, აი რას გულისხმობთ ამ დროს? მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორია ის დასაწყისი, რომ ჩვენ უნდა გავსაზღვროთ ჯერ რა არის განათლება. იმიტომ რომ ვესაუბროთ ადამიანს რაღაც თემაზე და არ ვიცოდეთ ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა, მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორი იქნება და შეიძლება დაბნეულობაში შევიყვანოთ ადამიანი. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, რას გულისხმობს განათლება და რას გულისხმობს ინფორმირებულობა, ან ერუდიცია, ან ინტელექტი ადამიანისა. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა რამ გახლავთ. ხშირად შეიძლება ესეთი რამ მოვისმინოთ ჩვენ განსაკუთრებით საეკლესიო წრეებში, რომ აი ანტონი დიდმა საერთოდ არ იცოდა წერა-კითხვა და ამიტომ ესე იგი მეც შეიძლება ანტონს ამ კუთხით მივბაძო და ანტონი დიდმა წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ რა გზაც მან გაიარა, რა ასკეტიზმიც მან იტვირთა საკუთარ თავზე, იგივე მარიამ მეგვიპტელზე შეგვიძლია ვთქვა ჩვენ, რომელიც მე წმინდა წერილის ფრაზებს ლაპარაკობდა, რომელიც საკითხული არ ქონდა, მაგრამ იცოდა, გამოცხადებითაც იცოდა. და ამიტომაც როდესაც გავმიჯნავთ ამ ორ ტერმინს ერთმანეთისგან, მაშინ მივხვდებით რა არის განათლება და რა არის ინფორმირებულება, იმიტომ რომ ინფორმაცია დღეს კომპიუტერს შეიძლება უფრო მეტი მეხსიერების საშუალება აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს. რაღაცა უამრავ გიგაბაიტს ეს მეხსიერების რაღაცა საზომი ერთეულია მოგეხსენებათ, უამრავს დაიტევს და შეიძლება რამდენიმე ბიბლიოთეკის წიგნები ერთად იყოს მასში მოთავსებული და მაგრამ ის კი ვერ იაზროვნებს ისე როგორც ადამიანი. რას გულისხმობთ მაშინ აი ამ აზროვნებაში? რა არის მაინც ამ ადამიანის განათლება? მე ვფიქრობ, რომ განათლება გახლავთ სწორედ ძიება იმ სინათლისა, რომელიც სინათლის მიხედვითაც ვიტყვით ჩვენ, რომ ანტონის განათლება ქონდა და მარიამ მეგვიპტელს განათლება ქონდათ. არა წიგნიერი, არამედ განათლება, რომელიც მათ იღვაწეს და ამ ღვაწლის შედეგად მიიღეს. ისევე როგორც ფიზიკურად თუ არ ვარჯიშობს ადამიანი, აუცილებლად მოდუნდება. ასევე არის მისი სულიერი მდგომარეობაც. თუ არ განიცდის ის პროგრესს, აუცილებლად განიცდის რეგრესს. თუ კი ადამიანი იტყვის, რომ მე ხლა დღეს განათლება აღარ მჭირდება, იმიტომ რომ ერთ ჩემს ტელეფონში ეტევა მთელი ეს მსოფლიო ინფორმაცია, რომელიც შემიძლია ერთ წამში გაგიხსნათ და ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გაგცეთ, მე მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ცუდი ფაქტია. ვინც ასე ფიქრობს, იმიტომ რომ ამ ტელეფონს წაგართმევ ხვალ და რაღაც იზავ. ვერაფერს. ანუ მე თუ ეს გონებაში მექნება ყველაფერი რომ ვიწყებ კითხვას, ვიწყებ განვითარებას, ვიწყებ იმას რომ ეს ინფორმაცია ჩემში იყოს და არა ტელეფონში ან კომპიუტერში ან რაღაცა მსგავსი იქ მოწყობილობაში. ხო, Google-ი ახლა გეკითხები, მითხარი რომ რა იქნება, არა, მოწყობილობას წამართმევენ ხვალ და შეიძლება აღმოჩნდეს ერთი იმაზე ღილაკზე თითის დაჭერაა საკმარისი რომ გაითიშოს ეს ყველაფერი და რა მრჩება მე, ჩემ შიგნით რა რჩება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს რაც შეეხება საერო განათლებას, მაგრამ რაც შეეხება თვითონ საღვთისმეტყველო განათლებას, ამის შესახებაც უნდა ვიფიქროთ ჩვენ რომ ადამიანი როგორ უნდა ემზადებოდეს ამისთვის. აი მაგალითად, დადის წირვაზე ადამიანი. იცით რატომ დადის? იმიტომ რომ განათლება მიიღოს. წირვაზე სიარული არავის ეგონოს რომ ეს არის რაღაცა რიტუალური რაღაცა კუთხით შეიძლება ასედაც შეხედოს, თუმცა კი რიტუალს არ ვარქვევთ ჩვენ საღვთისმსახურო რაღაცა მოქმედებას, საიდუმლოება ქვია მას, მაგრამ საზოგადოებისთვის გასაგები რომ იყოს, ამიტომაც ვახსენე სიტყვა, რომ შეიძლება გონია რომ რაღაც რიტუალური მოქმედება მივიდა რაღაცას დაესწრო და უკან წამოვიდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. თუ მან იქედან განათლება არ მიიღო, სულად არის ძალიან მისი საქმე. რას გულისხმობ ეხლავე მოგახსენებთ. მან იქ მოისმინა ქადაგება, მან იქ მოისმინა წმინდა წერილის სიტყვები, მან იქ მოისმინა საღვთისმსახურო ლიტურგიკული რაღაცა საკითხავები და მან ქრისტე უნდა წამოიღოს იქიდან ამ კარგი გაგებით, იმიტომ რომ ქრისტე უნდა შემოვიდეს შენში. და სად უნდა წამოიღოს? ის საკუთარ ოჯახში სადაც ცხოვრობს, საკუთარ სამსახურში. მე ხლა ტრანსპორტით მოვედი და ამ ტრანსპორტში იცით რა ხო არსებობს რაღაცა დაუწერელი კანონი, რომ ჯერ რო გაჩერდება მეტროს მატარებელი, ჩამომსვლელი უნდა ჩამოვიდეს და შემდგომ მე უნდა შევიდე. შენ რომ შეგიძლია ეს რიგითობა დაარღვიო, შენ არ წამოგიყვანია მაშინ ქრისტე იქედან და შენ განათლება არ მიგიღია, იმიტომ რომ როგორიც მიხვედი, ისეთი წამოხვედი. არაფერი შენში არ შეცვლილა. ის რომ სამსახურში შეგიძლია კარიერის გამო ყველაფერი იკადრო,
შენ ქრისტიანული განათლება არ მეგიღიათ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბიბლიაც წაიკითხე, შეიძლება წირვასაც დაესწარი, შეიძლება უფრო მეტი კიდე რაღაცა საღვთისმეტყველო ისა გაქვს, კურსი გავლილი ან სემინარი, აკადემია გაქვს დამთავრებული, მაგრამ ქრისტეს სულს არ იცნობ და ის ქრისტე, რომელიც ჭეშმარიტია, იმ ქრისტესთან კი არ გაქვს თანაზიარება და სინათლე მისგან კი არა გაქვს. შენი შექმნილი ქრისტე ყავს, რომელზედაც ფიქრობ, რომ ეხლა ამ რიგს რო დავარღვევ, არაფერი არ უჭირს, არც ზრდილობა მომეკითხება და არც ყურადღება და არც მოქცევის წესი, არც კარიერისთვის თქვა, ამას თუ ჩავიდენ, ეს არა, იმიტომ რომ აგერ საყვარელი მამაო მყავს მერე და ვაიმე ჩემი მამაო, როგორ მიყვარს ამას, რომ მიტყვის ადამიანი, მე მინდა გითხრათ, რომ თავს ჭრის ის იმ თავის მოძღვარს. იმიტომ რომ თუ დაასახელა კიდეც რომელია ეს მისი მოძღვარი, შეიძლება ცუდი წარმოდგენა შეგვექმნა სამკაცზე, რომ როგორ შენ მასთან დადიხარ და ამის მეტი არ გისწავლია, რომ მოხუც ადგილი უნდა დაუთმო, ან ჩამომსვლელს გზა უნდა მისცე, ან წვრთნა რასიშველის თუ ბუნებამს არ უშველა. ამიტომაც ნუ იტყვიან ხოლმე ქემაინც ასე. თუ საქციელი შესაბამისი არა აქვს ადამიანს, ასე ნუ იტყვის, რომ ჩემი საყვარელი მოძღვარი და ჩემი საყვარელი მამაო, ეს რაღაცა ისე ჩაისმის ხოლმე ყურში და ამ დროს არანაირად არ შეესაბამება. იმიტომ რომ მე გარეგნულად რაც მაცვია, ეს ჩემს შინაგანს უნდა გამოხატავდეს. თუ ეს ასე არ არის, წარმოგიდგენიათ ეხლა ამ ფორმაში მე რაღაცა ისეთი რამ ჩავიდინო, ცეკვა დავიწყო თუნდაც ეხლა, რომელიც აბსოლუტურად შეუსაბამობაში იქნება, ესე იგი ჩემს გარეგნობასთან. ხო მართალია. გამოხატავს ალბათ, ხომ რა გვაუწია. რა თქმა უნდა, ეს შენი შინაგანი ბუნება, როდესაც შენ ზრდილობის ნორმებს გადაუხვევ, როდესაც რაღაცას იკადრებ, უკადრებელს, არანაირი ქრისტეს სინათლეზე ლაპარაკი არა. ანუ ქრისტეს სინათლე შენში არ შემოსულა და ამ განათლებას უნდა მიექცეს უფრო მეტი ყურადღება, იმიტომ რომ მე მესმის, რომ ყველა ვერ დაჯდება ეხლა და საღვთისმეტყველო განათლებას ვერ მიეცემა იმ კუთხით, რომ ეხლა სემინარიას დავამთავრებ, მე აკადემიას და მე კიდევ დოქტორანტურაში წავალ. არა, იმიტომ რომ ადამიანები სხვადასხვა პროფესიის ხალხი ვართ და ზოგი ექიმია და ზოგი მასწავლებელი და ზოგი შეიძლება ჩვეულებრივი რაღაცა საქმის მუშაკი, მაგრამ ეს სინათლე ყველაში უნდა იყოს. ეს ქრისტესეული სინათლე ყველაში უნდა იყოს, თუ ჩვენ ამას ეკლესიური კუთხით შევხედავთ. რაც შეეხება საერო განათლებას, იმას რომ ადამიანმა წიგნი უნდა იკითხოს და თავისი აზროვნების არეალი ამითი გააფართოვოს, ამას მე ვფიქრობ არ სჭირდება რაღაცა ბევრი მტკიცებულება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ კი იტყვი რომ არ მაქვს რაღაცა წაკითხული, მაგრამ აქვე მაქვს ტელეფონი და გიპასუხებ ყველა კითხვაზე, წაგართმევენ ხვალ ამ ტელეფონს და დარჩები ძალიან ბევრი შეკითხვის ამარა, რომელზედაც პასუხს ვერსად ვერ იპოვი და ვერ იშოვი. ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ რომ ის რასაც ახლა თქვენ ამბობთ, ჩემი შვილების თაობამ და ესე იგი მოზარდებმა იმ ბავშვებმა, მოზარდებმა, რომლებიც არიან თქვათ იმ ასაკში, როდესაც აი ამ ხელოვნურ ინტელექტზე არიან დამოკიდებული და ინტერნეტზე მოусმინონ თქვენ საუბარს და რაღაცნაირად გაითვალისწინონ, რომ ცოდნა რომელსაც შევიძეთ იქნება სულ ჩვენთან და ჩვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ჩვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩვენ უნდა მივცეთ ამისი მაგალითი, არა მარტო წიგნის კითხვისა, არამედ იმ ზრდილობისა, რასაც მე ვლაპარაკობდი, იმ წირვაზე სიარულისა, იქედან მოტანილი განათლებისა, იმიტომ რომ ის თუ გიყურებს, რომ შენში არაფერი არ შეცვლილა, დილით ადრე ადექი წახვედი, მოხვედი იქედან და ვაიმე რა საყვარელი მამაო მყავს, ამას ლაპარაკობ, ხოლო მაგრამ არაფერი არ იცვლება შენში, იცი რა ესეთი ადამიანი კარგავს რაღაცა ნდობას და ამიტომ ფიქრობს რომ აგერ ეხლა ეს იგივე შემიძლია აგერ ტელეფონშიც ვნახო, ტელევიზორშიც ვნახო, კომპიუტერში ვნახო. ამიტომ რა საჭიროა ეხლა დილით ადრე წამოხვდე და მყინვაში იქნება თუ ქარში თუ პირიქით სიცხეში რა მნიშვნელობა აქვს სადღაცას გავიქცე, იმიტომ რომ მოვისმინო ის რაც არანაირ შედეგს არ დადებს ჩემში. აი ეს ცვლილება გახლავთ სწორედ იმ სინათლის შემოსვლა შენში, რომელიც სინათლეც სინათლის გამოც შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანი განათლებულია. გახსოვთ თაბორის მთაზე გაბრწყინებული მაცხოვარი, რომელიც უხილავი სინათლე ესე იგი, უქმნელი სინათლე იხილეს მოციქულებმა და ისეთი აღფრთოვანება აქვთ მათ ამ სინათლის ხილვით, რომ პეტრე ამბობს, მოდი აქ დავრჩეთ, აქედან არსაც წასვლა, სად, იცით, სადღაც მთისწვერზე, სადაც არანაირი კომფორტის მოწყობის საშუალება არ აქვს, მთისწვერზე მაშინდელი ტექნიკის საშუალებებით სახლს აიშენებდი თუ რას გააკეთებთ, კარავს პირდება, უბრალოდ კარვებს ავაშენებთ. თავისთვის კი არა, თქვენ აგიშენებთ და ოღონდ თქვენ გიყუროთ. აი ამ სინათლეს უყურო, მოუკლებელად უყურო ამ სინათლეს და ეს სინათლე იმდენად შენში ნათობს მერე,
რომ სხვა ადამიანებზე აისახება და სხვები ამას ხედავენ. აი ეს ასეთ ადამიანზე ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას აქვს სინათლე და მას აქვს განათლება. რაც შეეხება იმას, რომ ერუდიცია შეიძლება ბევრს ჰქონდეს, სხვათა შორის ეს მინდა გითხრათ, რომ რაღაცა რევოლუცია ევროპაში ესეთი რევოლუცია მოხდა. და მას განათლების რევოლუცია ერქვა, მინდა გითხრათ. და ერთ-ერთი თეზისი მისი ეს იყო, რომ ამ საგანმანათლებლო რევოლუციისა, რომ რევოლუცია არა იარაღის მიერ, არამედ რაღაცა გადატრიალება ადამიანის აზროვნების ამ შეცვლილ ცნობიერებისა, მისი ერთ-ერთი თეზისი ეს იყო, რომ ადამიანის ინტელექტი გამოცხადების სანაცვლოდ. ადამიანის მორალი და ზნეობა დოგმატური კანონების სანაცვლოდ. სინათლის საპირისპირო იყო ზუსტად რაზეც თქვენ საუბრობთ. ძალიან საშიშია ესეთი მდგომარეობა. ძალიან საშიშია, იმიტომ რომ როგორც კი ჩემს ინტელექტოს ვეღრდნობი მე, ჩემი ინტელექტის მიხედვით შეიძლება გავამართლო ის, რაზეც ვლაპარაკობდი, რომ კარიერული წინსვლისთვის მე ყველაფერი ვიკადრო სამსახურში. იმისთვის რომ მეჩქარება, ამიტომ შეიძლება ადამიანებს შეურაცხყოფა მივაყენო, ხელით კი ვკრა, იმიტომ რომ შევასწრო სადღაცას საზოგადოებრივ ტრანსპორტში. და ამიტომ ეს იქნება აბსოლუტურად ჩემი გონების ناقოფი და არანაირად არ იქნება ის გამოცხადების სინათლე, რომელიც გამოცხადების სინათლემაც მე უნდა მაიძულოს, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. ამიტომაც იგივე მორალური კანონის შემოღება დოგმატების სანაცვლოდ, რომ ეხა ეს დოგმატები თითქოს ზღუდავს და მორალური კანონით უნდა ვიცხოვრო, ყველა ადამიანს თავისი მორალი გააჩნია ამ პირობით თუ ვიმსჯელებთ, იმიტომ რომ ყველა ადამიანი რაღაცა თავისას ამბობს, რომ ვიცი რა, რატომ არის ხა ეს უზნეობა? ერთ ვიღაცამ შეიძლება თქვას რაღაც ისეთ კანონზე, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ვიღაცისთვის მისაღებია ასეთი ცხოვრების წესი. ამიტომაც ეს ძალიან საშიში იყო ჩანაცვლება საღვთო გამოცხადებისა ადამიანის ინტელექტით და ჩანაცვლება დოგმატური სწავლებისა ადამიანის მორალითა და ზნეობით, რამაც ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანა მსგავს, ესე იგი, რევოლუციაში მონაწილე ადამიანები და ეს იყო ათეიზმი. დიახ, და ამიტომაც ძალიან ხშირად, როგორც დასაწყისში თქვით, პატრიარქი სწორედ რწმენისა და ცოდნის გაერთიანების შერწყმის ძალიან დიდ მნიშვნელობაზე საუბრობს და იმ სინათლეზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, იმ სინათლის ძიების აუცილებლობაზე, რა თქმა უნდა, ცოდნასთან ერთად. შინაგანი და გარეგანი უნდა ეთანხმებოდეს ერთმანეთს. უღმესი მადლობა. საბურთალოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი საუბრობდა სტუდიაში. 9 საათი შესრულდა, მოვისმინოთ შვიდგზის ლოცვა და დავბრუნდებით ცნობებთან ერთად სტუდიაში. დიდება მაღალთაში ნომერცა ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ.
რათა განმართლე სიტყვათაგან შენთან და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორომე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაინ ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და ვაგრძელებთ გადაცემას. ახლა ვისაუბრებთ ახალი გამოცემის შესახებ. გამოიცა 4 თავი, რომელიც ძალიან ძვირფასი გამოცემა გახლავთ. ყდის ჭედურობის შესრულება მე-17 საუკუნის პერიოდს უკავშირდება. გამოცემაში ასევე შესულია მოქვის სახარების უნიკალური მინიატურები. მოიცავს ასევე ლექსიკონსა და კატალოგს. აქვე გვხვდებით
თანდართულ რუკასაც. უფრო მეც გამოცემის შესახებ სტუმრები მოგვიყვებიან, შემოგვიერთდნენ არქიმანდრიტი ღვთისავარი გობეჯიშვილი, რომელიც გახლავთ ფონდ კანანელის ხელმძღვანელი, 4 თავის სწორედ აღნიშნული ფონდის ეგიდით გამოიცა და თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი ბატონი რევაზ მუჯირიშვილი. მოგესალმებით, მამა ღვთისავარ დაგვოცეთ, მოგესალმებით ბატონ რევაზ. ეს პროექტი არის თბილისის სასულიერო აკადემიის სემინარიის და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი გამოცემა არის, რაზეც გვინდა რომ ვისაუბრო, ძალიან მნიშვნელოვანი ახალი წიგნი და მამა ღვთისავარ თქვენგან რომ დავიწყოთ ზოგადად პროექტის მნიშვნელობაზე რამდენიმე სიტყვით რომ გითხრათ. აღნიშნული პროექტი პირველ რიგში მოიცავდა იმას, დავიწყეთ იქიდან, რომ ასომთავრული დამწერლობა, რომელიც გვაქვს მარტო სასულიერო ლიტერატურაში, არ მოგვეხსენებია წარსულში. და გვეთქვა, რომ კი არ გქონდა, არამედ გვაქვს. ამისათვის ყველაზე საუკეთესო ნიმუში იქნებოდა თუ ეს გაცოცხლებოდა წმინდა წერილში, როგორც არის ეს ნუსხა ხუცურში და ამიტომ საზედაო ასოები წავმოძღვარეთ ტექსტს აბზაცის წინადადების დასაწყისში და უფლის ღვთისმშობლის სახელები და არის აღნიშნული საზედაო ასოებით. ამან გამოიწვია ყოველივე ის, რომ ბატონი რეზოს ბატონი ედიშერის და აკადემიის ხარდაჭერით და მეცადინეობით მთავარი შრომა მათი იყო, რომელიც შეიქმნა ასეთი უნიკალური. დიახ, 4 თავის ტექსტი ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ტექსტი ბატონმა ედიშერ ჭელიძემ, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა. დიახ. აი ბატონ რევაზ, რა ნიშნით არის ეს გამოცემა განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი? დიახ, უპირველესად მოგესალმებით, მაყურებელს მივესალმები. ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემაა მართლაც. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია უკვე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მიმდინარეობს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფილოლოგიური, ტექსტოლოგიური კვლევები და ეს საქმიანობა სრულიად სამართლიანად შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ საადო თუ არა სასულიერო აკადემიაში უნდა წარმოებდეს ასეთი მუშაობა. ბატონი ედიშერ ჭელიძე, რომელიც იქნა ნახსენები აქ და მთავარი მოქმედი არის ამ გამოცემისა, ბუნებრივია, მან ყველა არსებული ხელნაწერი, ყველა არსებული ნუსხა თუ თითქმის ყველაზე მნიშვნელოვანი რედაქცია, რომელიც დღეს ჩვენ მოგვეპოვება, ყველა გამოიყენა და აი სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა ორიოდე სიტყვით მოახსენო მაყურებელს, იმიტომ რომ შეიძლება ამან გარკვეული სირთულე და დაინტერესების შემთხვევაში პრობლემაც კი შექმნას მსმენელისათვის ან მკითხველისათვის, შეიძლება იფიქროს, რომ ეს არის გარკვეული სიახლე და რაღაცა არასაჭირო სიახლეც კი ქართულ სამეცნიერო სამყაროში. ახლა რას გულისხმობთ? ბატონმა ედიშერმა მოგეხსენება თქვენ ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, რომელიც უკვე მრავალი წელია ამ მიმართულებით მუშაობს კონკრეტულად, მან როგორც წეღანაც აღნიშნე, ყველა რედაქცია, რაც კი არსებობს, ყველა ძვირფასი მნიშვნელოვანი რედაქცია ქართულ სინამდვილეში, ყველას საფუძველზე შეაჯერა ეს ყველა ნუსხა და კრიტიკული ტექსტი შექმნა. ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა ჯერ კიდევ, რას გულისხმობს ახლა ეს კრიტიკული ტექსტი. ჩვენ ხშირად გონია ხოლმე ხანდახან არასწორადაც კი, რომ არსებობს გიორგი მთაწმინდელის რედაქცია და ამის მიღმა არც ამის უკან და არც ამის წინ აღარ უნდა წავიდეთ. ასე არ არის მარტივად საქმე. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია სრულიად სამართლიანად ჰქონდა ვულგატას მნიშვნელობა. ვულგატა ეს არის საყოველთაოდ გამოსაყენებელი ტექსტი, რედაქცია სრულიად სამართლიანად კიდე ხაზს გაუსვავ, რასაკვირველია და დღემდე ასე არის და ასეც უნდა იყოს, ბუნებრივია, მაგრამ ბატონი ედიშერის მცდელობა არის გარკვეული საგანმანათლებლო ხასიათის. ვერც ერთი, თუნდაც ეს გიორგი მთაწმინდელის იყოს, ბოლომდე სრულყოფილების ნიშნებს შეიძლება ვერ ატარებს. გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო. თუნდაც ის ფაქტი, რომ ავიღოთ, რომ დღეს რაც ჩვენ წვდომა გვაქვს, თუნდაც ქართულ ხელნაწერებზე ან ბერძნულ ტექსტებზე, ასეთი წვდომა შეიძლება მე-11 საუკუნეში ფიზიკურად ვერ ყოფილიყო, ხო? იმიტომ რომ ტექნოლოგიის ის საშუალება არ იყო, რაც დღეს გვაქვს ჩვენ, შეიძლება და ვერ გასულიყო და თქვათ რომის პირობითად ვამბობთ რომის საცავში არ ქონოდა
რაიმე წვდომა და ამიტომ ყველა ნუსხა ვერ გამოყენებულიყო, დღეს ამის ძალიან მარტივი საშუალება არსებობს. ამიტომ ახლა ნახეთ, ზოგჯერ არის შემთხვევა, რომ საუკეთესო ვერსია უნდა იქნას არჩეული. ახლა აუცილებლად უნდა გაესვას თავიდანვე ხაზი, რომ რაიმე ნაკლოვანება არც ერთ რედაქციას შინაარსობრივი თვალსაზრისით ბუნებრივი არ აქვს. გულისხმობთ შინაარსი, ანუ მაცხოვრებლობითი შინაარსი, რომ იქ სახარებისეული ტექსტი, სახარებისეულ თხრობას გავეცნო. ბუნებრივია ეს უნაკლოა თითქმის ყველა რედაქცია, მაგრამ საგანმანათლებლო თვალსაზრისით, ანუ ცოდნის მიღების უფრო მეტად სამეცნიერო თვალსაზრისით შეიძლება ამა თუ იმ რედაქციას გარკვეული ხარვეზი ჰქონდეს. ამის საუკეთესო ნიმუში არის მაგალითად წმინდა ეფრემ მცირის მოღვაწეობა 60 კილოს ტექსტებთან დაკავშირებით. მას უწევს გიორგი მთაწმიდელის რედაქციის გარკვეული ცვლილებები, მართალია ის ანდერძით გვიტოვებს, ჩვენ ანდერძით გვეუბნება, რომ არავინ გაბედოს და გიორგი მთაწმიდელის რედაქცია არ შეცვალოს, მაგრამ ფაქტია, ის თითქოს ნახე ბედავს ასე არ მინდა ვთქვა, მაგრამ იძულებული ხდება გარკვეულწილად შეეხოს გიორგი მთაწმიდელის რედაქციას. თუმცა არა კიმენურ ტექსტს, ნუ ეს კიდევ ამბობთ, ანუ რაც იყო გამოსაყენებელი საყოველთაოდ იმას არა, მაგრამ სამეცნიერო თვალსაზრისით სხვა გამოსავალი ფაქტობრივად არ იყო. ეს სრულებითაც არ აკნინებს არც წინა მოღვაწეს, არც შემდგომს და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ამიტომ ბატონი ედიშერის ეს ტექსტი ახლა რაც არის წარმოდგენილი აი ამ გამოცემაში, შეიძლება თავად ითქვას, არის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი დღესდღეობით 4 თავის ტექსტი. ყველა შეჯერებული ნუსხა ბერძნულთან შედარებულია და იქიდან აღებულია საუკეთესო ვერსია. ბატონი ედიშერის წინა თქმა უძღვის გამოცემას, სადაც ბატონი ედიშერი აღნიშნავს, რომ ხაზ გაუსვამთ, რომ სახარება 4 თავის ამგვარი სახის პუბლიკაცია პირველია და პრეცედენტი არ მოეპოვება, რაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ასევე თქვენი წინა თქმა უძღვის, თქვენ ბრძანდებით რედაქტორი და ლექსიკონზე მინდა გკითხოთ ასევე და რუკაზე, რომელიც ერთვის გამოცემას. დიახ, აი ამ გამოცემას გარდა იმ ყველაფრისა ტექსტზე იმიტომ გამოხდა ყურადღება, თავარი მაინც ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი გამოცემისთვის არის 4 თავის ტექსტი. აქ ამ გამოცემას უძღვის ლექსიკონი, დართული აქვს ლექსიკონი საკმაოდ მნიშვნელოვანი, სხვათა შორის სამეცნიერო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სწორედაც ის რედაქციული მუშაობა, რაც ბატონმა ედიშერმა ჩაატარა, ეს ყველაფერი ლექსიკონში კარგად არის ასახული. ანუ ყველა ის ნუსხა, გიორგი მთაწმიდელის რედაქციის ნუსხები, უძველესი აუცილებლად უნდა გაჟღერდეს, მაგალითად ხანმეტური რედაქცია გამოყენებული, არის უძველესი ჰადიშური რედაქცია გამოყენებული და ასე შემდგომ. ანუ უძვირფასესი ნუსხებია მოცემული და ლექსიკონი არის სწორედაც გაწყობილი ამ მიმართულებით. ანუ ლექსიკონში მოცემულია გარდა ძველი ქართული სიტყვის თანამედროვე ქართული შესატყვისი, ანუ სალექსიკონო მნიშვნელობა, გარდა ამის ეს არის ვარიანტული ლექსიკონიც, ანუ ვინმე მეცნიერი შეიძლება ახლა უბრალოდ მკითხველი შინაარსი რომ უნდა გაიგოს და აინტერესებს კონკრეტული ძველი ქართული სიტყვის მნიშვნელობა, მისთვის ეს იმდენად საინტერესო არ აღმოჩნდეს, მაგრამ მეცნიერს რომელსაც აინტერესებს ამა თუ იმ სიტყვის გარდა სხვა რედაქციებში რა სურათია და თავისთავად ცხადია მასე საინტერესებს, ეს ყველაფერი ასახულია სწორედ ამ გამოცემაში. რაც შეეხება რუკას, რუკა უნდა ითქვას, რომ საგანგებოდ შეიქმნა ამ გამოცემისთვის ქართული ვერსია, არსებობდა მანამდე ქართული ვერსია, მაგრამ ასეთი სრულყოფილი მხარე ჯერჯერობით არ ყოფილა დაფიქსირებული. მეცაც ვიტყვი ახლა არა იმიტომ რომ ჩვენს გამოცემაზე ვსაუბრობთ, უცხოენოვან ბუნებრივია ორიენტირად იქნა აღებული სამეცნიერო და ესეთი მაღალი კვალიფიციური რუკები. იქაც კი ბევრი მთელი რიგი დაზუსტებები მოხდა. თანამედროვე კიდევ ამ ტექნოლოგიების გამოყენებიდან გამომდინარე. ამ რუკის შედგენის დროს ეტიმოლოგიური მხარე ქალაქებისა, მხარეებისა ძალიან რთული პროცესი იყო, სხვათა შორის, პირველესად აღებული იყო ბერძნული, მაქსიმალურად ცდელობა იყო, რომ ძველ ქართულ ტექსტებთან ყოფილიყო დაკავშირებული. უნდა განვაცხადო თავიდანვე, რომ ეს არ არის თანამედროვე გაგებით ისრაელის
არის რუკა, ეს არის 4 თავში გამოყენებული დაბა თუ დაბებისა თუ ქალაქების თუ მცირე მხარეების იქ რაც არის, დიახ, თითქმის არა, ფაქტობრივად ასეა, ყველა ის ქალაქი და დაბა არის გამოყენებული, რომელიც არის ნახსენების სახარებაში. იმ პერიოდის სახელწოდებებით, ახლა დღეს რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ქალაქს შეცვლილი აქვს, სხვადასხვა აი ჩვენ გქონდა კიდეც ამის თითქოს სურვილი და იდეაც, როდესაც საუბრობდით ამ გამოცემის დროს, რომ ხომ კარგი იქნებოდა თანამედროვე შესატყვისების დართულიყო, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი ესეთი არაბული სახელწოდებაც აქვს ამა თუ იმ ქალაქს, მაგრამ იმდენად გადატვირთავდა, აი თქვენ ნახავთ ახლა რომ ეს წარწერებიც კი იმდენად ტვირთავს და დამატებით კიდე ამ ინფორმაციის შეტანა, ეს საკმაოდ რთული იქნებოდა. მაგრამ დღევანდელი, ანუ ერთია თქვა იქ იოპე წერია, მაგრამ აი დღეს რა ეწოდება ამ ქალაქს. ეს ზოგადად საინტერესოა, რასაკვირველია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუკის როცა ფორმატს ცოტა მოსცილდებოდა, მაგრამ ეს ხარვეზი მაინც შევსებულია იმით, რომ რუკას მოსდევს შემდგომ აი ამ ქალაქების ეტიმოლოგიური და ისტორიული განმარტებაც. ანუ თქვა სიტყვაზე მე გადავშლე, ახლა იერუსალიმი შეიძლება ზოგადად გამიგია, მაგრამ მაინტერესებს იერუსალიმის შესახებ ისტორია მთლიანად, ეტიმოლოგია, სახელწოდება, რაც ეს ყველაფერი ბუნებრივია მოცემულია რუკის შემდგომ ამბანის მიხედვით არის გაწყობილი ახლავს ეს. დიახ, და კიდევ უფრო მეტ შთამბეჭდაობას ძენს გამოცემას ის მინიატურები და ხაწერითი სიწმინდეები, რომელიც ტექსტს შინაარსის მიხედვით თან ერთვის და რომელიც აღებული არის მოქვის სახარებიდან. აი ეს იდეა, ვთქვათ, აი ფორმის თვალსაზრისით, როგორი უნდა ყოფილიყო გამოცემა, ვის ეკუთვნის საინტერესოა. გამახტისარდია. ხელმძღვანელობს სიმონ კანელის ტაძარს, მშენებლობას, რომელიც სამების საკათედრო ლავრის ტერიტორიაზე შენდება. ეს არის ტაძარი სამოქალაქო ომში გარდაცვლილ აფხაზი, ოსი და ქართველთა სულის აუხად. შეიძლება შერიგების ტაძარი. ამიტომ წარმოაჩინეთ აფხაზეთის ისტორიული კულტურული ძეგლი მოქვის სახარების მინიატურების სახით, რომ ამითაც დაგვეკავშირებია ჩვენ დროებით ასეთ მეუწყებელ კუთხესთან კითხველის და საზოგადოების ყურადღება. დიახ, და ნამდვილად გამოგივათ ეს თქვენი ჩანაფიქრი. ნამდვილად ძალიან საინტერესოა და სად იქნება შეძენა შესაძლებელი, ესეც საინტერესოა, რომ გითხრათ, სად არის ხელმისაწვდომი, თქვათ, დაინტერესებულ ძალიან კარგი სასაჩუქრე გამოცემა არის, თქვათ, გარდა იმისა, რომ ძალიან ინფორმაციული და მნიშვნელოვანი გამოცემა არის ღვთისმეტყველო თვალსაზრისით, ასევე სასაჩუქრეთაც არის ძალიან კარგი და აი დაინტერესდნენ და გვეკითხებიან, რომ სად შევიძინოთო. სამების საკათედრო ლავრაში, სიონის ეკლესიაში, მეტეხში და ყველგან იქნება ხელმისაწვდომი შეძლების დაგვარად. დიახ, და ბაჩვენებ თან მაყურებელს, ბატონ რევას, თქვენი საუბრეთ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საგამომცემლო საქმიანობის შესახებ, ამაზე სხვა დროსაც გვისაუბრია და წიგნის დასაწყისში მადლიერება არის გამოხატული აკადემიის რექტორის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მისამართით, ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ბატონი ზაზა აბაშიძის მისამართით. ჩვენ აღვნიშნეთ თავშივე, რომ არის აკადემიისა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიისა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტი, რომელიც განხორციელდა ფონდი კანანელის ეგიდით. დიახ, მამა გიორგი ზვიადაძის, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძის წვლილი ძალიან დიდია. თქვენ მოგიხსენებათ, რომ აქ გამოყენებული ძვირფასი მასალის მოპოვება არ არის ასეთი ადვილი, ჩვეულებრივ შემთხვევაში ახლა ჩვენ მოვისურვოთ და მე მჭირდება მოქვის სახარების მინიატურები, თითქმის ყველა არის გამოყენებული, თქვათ, იგივე სხვადასხვა ესეთი მასალა. ამაში დიდი დახმარება გაგვიწია პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძემ, მან პირდაპირ სთხოვა მიმართა წერილითაც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, მის დირექტორს და თვითონაც დიდად იყო ჩართული ამ პროცესიაში, ბუნებრივია, ახლა ვახსენეთ, რომ აკადემიაში მთლიანად განხორციელებული, აი ბატონი ედი შერჭელიძე, რომელიც აკადემიის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია, აქ ხდებოდა ამის დამუშავება, ასევე დიდია წვლილი ბატონი ზაზა აბაშიძის, იმიტომ რომ ამ მასალის მიწოდებაც ასევე სრულიად უსასყიდლო, სრულიად უანგაროდ არ იყო ადვილი საქმე და მადლობას ტელევიზიის საშუალებითაც კიდევ ერთხელ ამ ადამიანებს ჩვენ
ბუნებრივია უძღვნით და აი აფხაზეთის თავრობაა კიდე ფინანსურადაც და არა მხოლოდ აფხაზეთის თავრობა, აი ფინანსური თვალსაზრისით ნებისმიერ გამოცემას სჭირდება ფინანსური შემწეობა და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ასახულიც არის წინა გვერდზე ჩართულია ამ თვალსაზრისით და შეიძლება ითქვას, კი, თბილისის სასულიერო აკადემია არის წინ განთავსებული ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მაგრამ ეს არის ერთობლივი პროექტი, მთლიანად, ანუ აი გულისხმობთ ვიღაცა მეტად არის ჩართული, ვიღაცა ნაკლებად არის, ეს არის ჩვენი ეროვნული საგანძური მართლაც და ეროვნული მნიშვნელობის პროექტია. აი შეიძლება გასაკვირი იყოს და თითოეულ მაყურებელსაც ალბათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, აი ამაში ვიღაცა იდეის ავტორია, ვიღაცა ფინანსურად თუნდაც მცირედის გამღებია და ასე შემდეგ. და მამაო, თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვით ფონდი კანანელის შესახებ რომ გითხრათ და ამით დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი, რომლის ეგიდითაც განხორციელდა სწორედ ეს პროექტი ეროვნული მნიშვნელობის, რაზეც ვისაუბრეთ. ფონდი კანანელი ტაძრის მშენებლობას ხელმძღვანელობს, შრომა კანანელის ტაძრის მშენებლობას და გაკეთდა, რომელიც ვეტერანების ინიციატივით იყო დაწყებული. ვეტერანებმა უწმიდეს მიმართეს, რომ აშენებულიყო ტაძარი, რომელიც იქნებოდა შერიგების აფხაზეთის ომგამოვლების შიდა ქართლში, როდესაც მარტო ჩვენთვის კი არ იქნებოდა, ჩვენი ძმებისთვის, რომელმაც ასეთ გაუგებრობაში მძიმე პოლიტიკურ ვითარებამ შეიწირა ამდენი ჩვენი ქვეყნის შვილი და ეს არის ტაძარი, რომელიც გავიმეორებ აფხაზი, ოსი და ქართველების სული საუხად შენდება და უწმიდესმა გადაწყვიტა, რომ ეს ტაძარი უნდა აშენებულიყო სამების ტერიტორიაზე, ლავრის ტერიტორიაზე და მადლობა როგორ უნდა უთხრა უწმიდეს, თუ უნდა უთხრა ეს არის მთელი ერის სამადლობელი და ყველა იმ ჯარისკაცის თვის სამადლობელი და მოსაფერებელი, რომელმაც სამშობლოსათვის თავი დადო. დიახ, და მე მგონი მთავარი მოვიწყდებოდა, რომ ეს გამოცემა ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესა და უნეტარეს ილიამ მეორეს და ამის შესახებ არის თვითონ წიგნშიც შორის აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ სწორედ ძალიან სხვა გადაცემაში და ზოგადად ვიხსენებია უწმინდესის მიზანდასახულობა და ღვაწლი სამეცნიერო მიმართულებით, რასაკვირველია ისე ყველას კარგად მოგვიხსენება და აი მართლაც ეს გამოცემა არის ერთ-ერთი ასახვა იმისა, რომ რაც უნდოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს თავის დროზე საქართველოსთან დაკავშირებით, რომ აქ ყოფილიყო სამეცნიერო და სულიერებისა და მეცნიერების ნაზავი, აი ეს გამოცემა ამის გამოხატულება ნამდვილად არის და აი ულოცავთ უწმინდეს და მე ჩემი მხრიდან როგორც ერთ-ერთი რიგითი მისი მრევლის წევრი უდიდეს მადლობას მოვახსენებას მოღვაწეობისთვის და მიულოცავ აი ამ გამოცემით, რომ მისი სიტყვები, მისი სურვილები, რაც თავის დროზე, როდესაც კვარცხლბეკზე შედგა, საპატრიარქო კვარცხლბეკს გულისხმობ და რა ფიქრებიც ჰქონდა, ეს ფიქრები ნელ-ნელა სრულდება და ხორცის ხამს. ძალიან დიდი მადლობა. სრულიად საქართველოს მიულოცოთ ნამდვილად ესეთი უნიკალური ახალი გამოცემა არქიმანდრიტი ღვთისმშობელი გობეჯიშვილი, ფონდ კანანელის ხელმძღვანელი და თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი რევაზ მუჯირიშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მცირე ვიდეო რგოლის შემდეგ დავბრუნდებით სტუდიაში მომდევნო სტუმართან ერთად.
ვაგრძელებთ გადაცემას და ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის, რომ საპატრიარქოს ტელევიზიის სივრცეში არის განთავსებული არისტოკრატი ქალბატონის ბაბო დადიანის მემორიალური კაბინეტი, რომელიც ბევრ საინტერესო და ისტორიულ ნივთს და გამოცემას აერთიანებს. ბაბო დადიონი იყო რეპრესირებული ქალბატონი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის შთამომავალი, რომელმაც საბჭოთა რეპრესიების საკუთარ თავზე გამოსცადა. კაბინეტი თავის დროზე კინოდოკუმენტალისტმა ნინო ხოფერიამ დააფუძნა და ჩვენ გვინდა გიამბოთ დღეს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სტუმრობდნენ მემორიალურ ოთახს ამერიკიდან, ესენი არიან ბაბო დადიანის ძმის, პოეტისა და სამხედრო მოღვაწის მიხეილ დადიანის შვილები, ცოტნე და ლაისო დადიანები. თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდა ბაბო დადიანის შვილიშვილი ქალბატონი მია ღვინიაშვილი. მოგესალმებით ქალბატონი მია, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ჩვენ გვექნება საშუალება ისიც რომ მოვისმინოთ ქალბატონი ლაისოს და ბატონი ცოტნეს ინტერვიუები, რომელიც ჩაწერა ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, გადამღებმა ჯგუფმა. მანამდე კი მინდა გკითხოთ, რას ნიშნავს თქვენთვის ის, რომ საპატრიარქოს ტელევიზიის სივრცეში არსებობს ქალბატონი ბაბო დადიანის მემორიალური კაბინეტი? ეს ძალიან დიდი საქმე არის ჩვენი ოჯახისთვის გაკეთებული, იმიტომ რომ ასეცით აი ერთად მთელი მისი არქივი, რომელიც რამდენიმე გადასახლებაში იყო და ეს შეინარჩუნა ბებიამ და ნუ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ და ნუ ნინოს რომელმაც აი ამას მოუყარა მისი ძალისხმევით კი ბატონო დიდი მონდომებით და თითოეული ფურცელი, თითოეული ჩანაწერი, თუნდაც მისი წინაპრების ბებიასი, თუნდაც მერე უკვე მოხუცებულობის დროს ბებია რასაც ყველაფერი შენახული. ანუ აღარ ვლაპარაკობ იმ ფოტოებზე, რომელიც ბებიას აი ზეწარში ამოკრული დაქონდა გადასახლებაში ჯერ სარატოვში, შემდეგ ყაზახეთში და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ნინო ხოფერიას რასაკვირველი, იმიტომ რომ ეს მისი ინიციატივა და მისი განხორციელებული პროექტია, თუ შეიძლება ასე ითქვას. ქალბატონი მია, ჩვენ შესავალში ვუთხარით მაყურებელს, რომ ბაბო დადიანის ძმის პოეტისა და სამხედრო მოღვაწის მიხეილ დადიანის შვილები, ბატონი ცოტნე და ქალბატონი ლაისო დადიანები იმყოფებოდნენ ჩამოსული ამერიკიდან საქართველოში, მათ დაათვალიერეს კაბინეტი და აი შეგვიძლია რამდენიმე წუთში მათი ინტერვიუებიც ვნახოთ, მაგრამ აი თქვენც რომ გითხრათ, გაგვიზიაროთ შთაბეჭდილება, აი მათი შთაბეჭდილებების შესახებ თქვენ რომ მოგვიყვეთ. იცით რა, ძალიან გულისამაჩუყებელი იყო მათი ჩამოსვლა საქართველოში, იმიტომ რომ უკვე საკმაოდ ასაკში არიან შესულები, ცოტნე 80 წლის, ლაისო 78-ის, არც ჯანმრთელობა უწყობდათ ისე ხელს მისცა, მაგრამ ნუ ძალიან დიდი ის იყო, იცით, ემოცია ჩვენთვის მაგათი ჩამოსვლა. გაზრდილები არიან, აი ძალიან დიდი სიყვარულით საქართველოსადმი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ესმოდათ ქართული და ერთმანეთსაც ჯონ და ლიზა მიმართავდნენ და ეს სახელები დაკარგული და ძალიან სიამოვნებდათ, რომ ჩვენ სახელებით თავის ცოტნეთი და ლაისოთი მიმართავდით. და ბევრი რამე იციან საქართველოს შესახებ. აი დედა ყავდათ თინა გომართელი, ივანე გომართელის ქალიშვილი, მამა ყველა მიცის ნინოს მართლა შესანიშნავი ფილმი, ბევრმა იცის ძალიან მიხეილ დადიანის საქართველოდან. და აი ამ ფილმში მთელი მისი ბიოგრაფია საკმაოდ საინტერესო პიროვნება იყო, ძალიან შეყვარებული საქართველოს და აი ესე გაზარდა თავისი შვილებიც. დიახ და ჩვენ ახლა შეგვიძლია ვნახოთ მათი ინტერვიუები. ხავთ რეჟისორს რომ გაუშვას. როდესაც ამ ოთახში შემოვედი, მივხვდი რომ ეს ნამდვილი მუზეუმია და არა უბრალოდ მემორიალური ნივთები. ფოტოსურათები, დოკუმენტები, ხელნაწერები. ეს არის ნამდვილი ისტორია, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას. მართალია ვერ ვცნობ ყველას, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, მაგრამ მე ვიცი მათი ისტორიები თუ ვინ არიან. მე დავათვალიერე ალბომებიც. არასდროს მინახავს აქამდე მამაჩემის და მისი დის ეს ფოტოსურათი. ეს გადაღებულია მაშინ, როცა ის წავიდა პარიზში, რომ მისი დაენახა პირველად მას შემდეგ, რაც დატოვა საქართველო.
დაახლოებით 62-63 წლებშია გადაღებული. ამიტომ ეს სურათი განსაკუთრებული იყო მამაჩემისთვისაც. მე როცა ვხედავ ამ ყველაფერს დიდ ინტერესს ვგრძნობ. მადლობელი ვარ, რომ ნინო დაინტერესდა ამ ყველაფრის მოგროვებითა და თავმოყრით. დიდი მადლობა მას. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ამ ოთახში შემოსვლისას იგივე გრძნობა მქონდა და იგივე რეაქცია, როგორც მუზეუმებში სტუმრობისას. ეს მუზეუმია და ყველაფერი ისტორიულია ჩემთვის. ბევრი რამ არის, რაც მე და ჩემმა ძმამ არ ვიცით ჩვენი ოჯახის ისტორიაზე. ვიცი ცოტა რამ დედაჩემის მამაზე, ივანე გომართელზე. ის ექიმი იყო და ერთ დროს აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში. ჰყავდა დიდი ოჯახი. ის პოლონეთში იყო, როდესაც ბოლშევიკებმა დაიკავეს ქვეყანა. შემდეგ პოლონეთიდან პარიზში წავიდა. შემდეგ კი დაბრუნდა სამშობლოში. ჩვენ ვიყავით ასევე ეროვნულ მუზეუმში და გარემო აქაც ზუსტად ისეთია. ბატონი ცოტნესა და ქალბატონი ლაისო დადიანების ინტერვიუები და ალბათ მართლაც საოცარი შეხება, როდესაც რაღაცა წინაპრის ნივთებს ეხები და ამდენი წლის შემდგომ ჩამოდიხარ საქართველოში. ემოციები იყო ნამდვილად. თქვენ აღნიშნეთ, რომ ქალბატონი ნინოს დამსახურება, თქვათ ამ კუთხით, მაგრამ არანაკლებია ოჯახის დამსახურება და დახმარება, რა თქმა უნდა, თქვენი დახმარების გარეშე ბუნებრივია ეს კაბინეტი და ეს მუზეუმი ვერ იარსებებდა, რომ არ გადმოგეცათ, თქვათ ის ნივთები, რაც ქალბატონ ბაბოს ეკუთვნოდა და თქვათ ის ხელნაწერები, რაც უკავშირდებოდა მას, მის მოღვაწეობას, მის ცხოვრებას, ბუნებრივია ვერ შედგებოდა და ვერ დაფუძნდებოდა ის კაბინეტი, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენ სივრცეში არის. ანუ საკურალეს დედა მოინდომა, რომ ნინოს გათვის გადაეცა და გაკეთდა ის, რაც ნამდვილად მე მგონი ძალიან კარგია და რომ ყველაფერი ერთად არის და იცით მინდა აღვნიშნო, რომ აი სწორედ 40 წლის წინ 40 წელი ეს ოჯახი ერთმანეთს ვერ ხვდებოდა და დაშორებულები იყვნენ და მე არ ვიცოდი აი სწორედ ცოტნესგან და ლაისოსგან გავიგე, რომ სწორედ მიხეილის საშუალებით მოხდა პირველი დაკავშირება საქართველოსთან, აი უკვე 60-იანი წლების დასაწყისში, აი ეს ოწიპელი რო დაიწყო და სუხიშვილებს გამოატანა წერილი და ეს ისტორია მე არ ვიცოდი, ცოტნე მომიყვა. ამ წერილს მოყოლია ძალიან დიდი ნებათაღელვა ოჯახში. თინა გომართელი ისეთი ხასიათის ქალი იყო, შვილები ამბობდნენ და ძალიან ანერვიულდა და ძალიან დიდი ნერვიულობა მოყვა ამას, იმიტომ რომ რას უკეთებ ბაბოს წერილს აგზავნი და ან რა იქნება მერე და მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს კავშირი სწორედ მიშასგან შეცდგა გარისკა და გამოატანა სუხიშვილებს წერილი და შემდეგ უკვე აი ეს ოჯახი 40 წლის განშორების შემდეგ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და პარიზში. ქალბატონი აი ხშირად არ გვექნება ესეთი ფუფუნება საშუალება, რომ აი უშუალოდ შვილიშვილისგან მოვისმინოთ ბაბო დადიანზე, მისი პიროვნების შესახებ. ჩვენ ბევრი გვსმენია, ბევრი გაგვიგია, მაგრამ ის რასაც ალბათ თქვენგან მოვისმენთ, იქნება სრულიად განსხვავებული და ეს ძალიან ობიექტური იმიტომ რომ თქვენ შვილიშვილი ბრძანდებით და ჩვენ ვიცით, რომ ბაბო დადიანი ობიექტური კოკი დადიანის შვილი იყო და ვიცით ცნობილი ეპიტაფია მის საფლავზე, რომელიც ესე სრულდება, ძლევიც კი ფიქრობს საქართველოზე, რომელიც ლევილში არის. აი რომ მოგვიყვეთ უფრო მეტი ბაბო დადიანზე, როგორც შვილიშვილმა. იცით რა არის, ძალიან ძნელია ჩემთვის, მე ვიყავი შვილიშვილი, რომელიც თვითონ აი მართლა ყველაფერი იყო ბებია, იმიტომ რომ აი ბევრ რამეს სწავლობდი მისგან და იმდენად მადლიერი ვარ დღეს, იცით, აი იმდენად სწორი რაღაცეები ჩადო, რომ აი გიადვილდება მერე უკვე რაღაცა, აი ბევრი სირთულის და გადატანა ცხოვრებაში და რა ვიცი, ესეთი ძლიერი ადამიანი იყო, ბევრი გრამე გადაიტანა, არასოდეს ფუფუნებაში გაზრდილი ძალიან
ბევრი რამე დაკარგა ცხოვრებაში, მაგრამ არასოდეს არ იცოდა ამაზე აი რაღაცა სინამდვილის გამოთქმა და ყოველთვის ბედნიერი იყო, რომ თავზე ქონდა ჭერი, აი თუნდაც აი უმძიმეს 90-იან წლებში რაღაცა თუ მოწყენილი ხმა მქონდა, არ გწვენია მეტყო და თავზე ხო გაქვს ჭერი. დაწყნარდი შვილები ხო კარგად გყავს და აი ეს იყო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ოპტიმიზმი იყო მისი ძალიან მნიშვნელოვანი დამახასიათებელი თვისება, ხო? ძალიან დიდი მადლობა ქალბატონია ჩვენთან მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ბაბო დადიანი შვილიშვილი, ქალბატონი მიაღვინიაშვილი საუბრობდა სტუდიაში. დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა, ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ხვალამდე. ბედნიერად.